ნამდვილი პროფილი მოვაწყოთ. ბევრი სიცილით და დიდი სიყვარულით. ოღონდ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და ყველაზე მხიარული ქართველების სიყვარულის ისტორიები მოგიყვეთ. გთხოვთ მივესალმოთ ქალბატონი მაკა დამადაძე. ძალიან ენაკვიმატი მეუღლე გყავს. როგორ გაიცანით? გავიცანი ბავშვობიდან ვიცნობდი მის დას და იქიდან მოყოლებული ვიცნობდი. ოღონდ შორიდან. ხო. ახლობლად ურთიერთობა არასოდეს არ მქონია, ვიცოდი რომ მისი და ბავშვობიდან? თურმე. და თქვენ? მე არ ვაქცევდი ყურადღებას, ესე ვთქვათ. აჰა. სად ხდებოდა ამბავი? ჩემთან სარჭალაში. ჩვენთან სოფელში. ჩემი ნათლულის დედა იყო მისი ნათესავი. აჰა. და ეს მეუბნება ერთ დღეს, რომ უკვე სკოლა დავამთავრე, გამოცდები ჩავაბარე სკოლის და მეუბნება, რომ იციო, ეს მომიყვა რაღაცებს და დღეს უნდა ჩამოვიდესო. იმას მოწონხარო. კი, მოწონხარო და დღეს უნდა ჩამოვიდესო. მე რაღაც გამიკვირდა, არ მოველოდი. ერთ დღესაც ჩამოვიდა და გავიხედე მოდის გზაზე. როგორი იყო? ამაღელვებელი. ამაღელვებელი. ძალიან მომწონა. ხო. სიმართლეა. და გარეგნობით როგორი იყო? გარეგნობით რა თქმა უნდა, უფრო ტანწერწეტა. უფრო ტანწერწეტა, ხო. კი, რა თქმა უნდა. ახლა მოკლედ რაღაც ძალიან ისე ნარნარით მოდიოდა ქუჩაში, რომ თვალში ჩამივარდა. აჰა. მე ნელ-ნელა გულისკენ ჩავარდნა დაიწყო და ესე მოხდა ყველაფერი და მე შემდეგ ერთი წამით. კიდე ერთხელ მითხარით, როგორი იყო რომ მოდიოდა? ამაღელვებლად მოდიოდა. ამაღელვებლად მოვა დათო როსტომიშვილი. აი. გამარჯობა. ეხლა მითხარი ამაღელვებლად როგორ მოდიოდი? ხო გითხეთ მაგას ხო გითხეთ. არა, ხო, მაგრამ როგორ უნდა ესე ამაღელვებლად სიარული? ქალს არ მოწონდი და ისე გამოიარე. ამაღად. უნდა მიდიოდი და მინარნარებდე, აი როგორც დაისის ცეკვარო ვარო, არ უნდა ირხეოდეს სახის კუნთი. და იცოდი რა მაკა გიყურებდა? გაფრთხილებული ვიყავი კაც. მართლა? ვიცოდი რომ იქ უნდა მჯდარი, მონიშნული იყო ადგილი და ჩავიარე. და ბავშვობიდან მოუწონდიოდა მართალია? კი. აბა როგორ, ეხლა შენ მომიყავი, აბა სად ნახე პირველად? სადაც მაგან გითხრა იქ ვნახე. და მე გულში როგორ ჩაგივარდა? მე გულში რომ ჩამივარდა. როგორ ჩაგივარდა? სიყვარულის ისტორია ხო არასდროს არ მოგიყოლია? სულ არ მომიყოლია სიყვარულის ისტორია. მინდა გითხრა რომ საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში არის ესეთი მომენტი. ხო. როცა იხსნება გულის კარი. აჰა. და შემობრძანდება მისი აღმატებულება სიყვარული. და როგორ შემობრძანდა? ამაყად. აჰა. ამაღელვებლად. ტანწერწეტად? ტანწერწეტად ზუსტათაც და მინდა გითხრათ რომ სახლში განვაცხადე მიყვარს და ცოლად უნდა მოვიყვანო მე 18 წლის გახდით მე და 17 იყო მაკა. აი შეყვარებული დათო როსტომაშვილი როგორია? ძალიან მიყვარს. აი როგორ? ეხლა ვეკითხი. მოკლედ დავსხედით ვისაუბრეთ და გადავწყვიტე, ხიცი რა არის, ბავშვობიდან დიდი ვიყავი, მინდა გითხრა და ბავშვობიდან დიდი როგორ? აი ეგრე. ზომით დიდი თუ ჭკუით? მე 7 კლასში წერს ვიპარსავდი, ერთხელ გავამაგდეს კლასიდან, დამსწრებს რა უნდა გაკვეთილი, განათლებიდან იყო რა მოსული, წერს ხოლმე მოშევილი. ხოლმე მოკლედ ბავშვობიდან დიდმა გადაწყვეტა თქვი სახლში რომ გადავწყვიტე მეთქი, არა შენ წინააღმდეგებიან, მინდა გითხრა, იმიტომ რომ და რა მოიტაცე მაშინ? გეტყვი ახლა. მივედით ოჯახში. დიახ. მე დედაჩემი, მამაჩემი, ბიძაჩემები, მამაჩემის დეიდაშვილი. როსტომაშვილები. არა, ნაწილი როსტომაშვილი, ნაწილი შუბითიძეები. ხო. პაპაჩემი. ამდენი ხალხი რა გინდოდა? ვა. ოჯახში რომ მიდიხარ სათხოვნად არსებობს ესეთი რაღაცა. ხო. ნორმალურ, ქართულ, ტრადიციულ ოჯახში უნდა მიხვიდე ხელი სათხოვნელად ოჯახის წევრებთან ერთად, უფროსებთან ერთად. ხო და ბევრი ადამიანი იყო შენ ოჯახში და რა უნდა გექნა? წავიყვანეს უყოლა. მე? ერთ ჩვენი ახლობელია სახელის დაგვარს არ ვიტყვი და მისი გოგო მოუცილებია საქმროს სახლში. აჰა. ხო და მეუღლეს უთქვია რომ მოდი გაიცანიო რა. ჩვენ გოგოსაც უყვარსო და
ამათაც უკვე ну პრინციპში უკვე გადაწყვეტილი საკითხია აი მეც არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო ვიცი ბიჭს ოჯახიდან მოკლედ დასწნენ და გაიცნო კარგი ამან უთრა რომ იქეთ კვირაშიო ხუთ შაბათ დღესო კარგი დღე არის ხუთ შაბათო და მშობლებთან ერთად მოდიო ადლოვა მოუხდა და წავიდა და 5 წუთის მერე ზარია ხო გააღეს ისევ ეს რა კიდაო არა გამატანეთ რა შენც ეგრე მიხარ არა მე ეგრე არ მივედი იმიტომ გეუბნები ცოლს დაუზახა თუ რომ მიდი $100 გამოუტარ მე მგონი ამას ქალების დასრულდა რა უნდა გაგატარ ამიტომ არსებობს ყველაფერს აქვს თავისი წესი მით უმეტეს როდესაც ტრადიციულ ოჯახში იზრდები და მივედით კარგი ვიქეიფეთ მე მინდა სიმართლე გითხრათ ახლა ნერვიულობის ნიადაგზე საჭმელს არ ვჭამდი ნუ ყოველთვის ოჩაღმსმელად ვითვრებოდი და კარგად დავლიე დათვერი არა არ დამთრავდა ხო რა დამათრობდა კაცო შეყვარებულ კაცო ხო სიყვარულით ვიყავი მთვრალი მაგრამ ვინო ვერ მერეოდა ხო და მოკლედ მოვილაპარაკეთ 4 აგვისტო დაითქვა 1991 წლის აუ რომ 4 აგვისტოს პასუხს სად იყო მაშინ პასუხს გაგაგებინებთო პასუხს გაგაგებინებთ იმიტომ არა არ უთქვამთ იმიტომ ხა ანუ კი თუ არა არ უთქვამთ ორი კვირის დამთავრებული ქონა სკოლა ხო ხო მაშინ კი ვიზახდი ხა რა პასუხი უნდა გამაგებინო გამოტანონ თუ მატანონ ჩემთვის ვიზახდი გონი გაგიწონეს დათო იცი არა კერ დამიწონეს ჩემი სიმამ ვიზახდა რომ ჯერო პატარა არის სკოლა დაამთავრაო ჩააბაროს ისწავლოს და ერე ვიზახდი ვერ არის ოჩაღად მეთქი მაგრამ მე ხლა მე თვითონ რო ვარ ქალიშვილების მამა ვფიქრობ რომ ჩემი სიმამ მართალს ვიზახდა მაგრამ შერაქენი? მე რა ვქენი და ყველაფერს ვიტყვი ხელი არ დამარტყა დამოსადა მივიდე იქ. ხო. რომ მორჩით პურმარილობას გამოგვაცილეს დიდი სიყვარულით მოფერებით როგორც შეგვეფერებოდა და როგორც ოჯახ შეეფერებოდა და მაკას ყავდა ნიკო პაპაც ხონებული მაგარი კაცი იყო ნაუმარი იყო ომის ვეტერანი იყო და იქ ნახე პირველად ცალ-თვალი ქონა გაფუჭებული ტყვია მქონდა თვალში ტყვია ქონდა თვალში მოხდელი და პირველად ნახე ომის ვეტერანმა გერმანელის მარჯვენი რო დალოცა რატო გავუსწი რატომ მეთქინა რას ლაპარაკი ყო შვილო ცოტა გვერდო რო გამეწია ხონშუმში მომარტყა უნდა გაუმასილა ეხლა ნუ მოილაპარაკობენ მშობლები არის ამბობენ და გამიყვანა ნიკო პაპამ გვერდზე აჰა ცოტა ცხვირში ლაპარაკობდა რა და სანამ მე მივიდოდი სათხოვნელად მაკას მოსატაცებლად ყოფილან და პაპა თოფით გამოეკიდა და იყო დიდი გნიესი ხო გამიყვანა გვერდზე და გიყვარს მეკითხე იმერლები არის კი მე უთხარ მიყვარს მე თან დარცხენიათ ხო და პაპია მამის მინე თუნ გიყვარს მოკიდა ხელილა წე იყვანე როდემდე უყარა უნდა გოგოს მე თოფითა 4 აგვისტოს ველოდე პატივსაცემლო ველოდე 4 აგვისტოს და სახლის ტელეფონზე არ დარეკა არავინ გახდა 3 საათი გახდა 4 საათი გადაიწურა ნერვები ხო ვინ გეტყოდა ხა მოდი ჩემი გოგო წაიყვანე არა ნუ შენ ხომ მაინც უნდა გერეკა რატომ მოდი წამიყვანე არა რატომ მოდი წამიყვანე ზატომ ეტყოდი რატომ მე ციცოს მაინც დაერეკა კაცო ხანუმას ჩვენი სიყვარულის ხსნელს შეიძლება აი ის მოგეუნეოდა ნათლია ხო ვინც უთხრა რომ ეხა დადექი ჩამოიღეს ო აი აქ იყავიო რომ უთხრა ეგ არის ციცო არავინ არ დარეკა არავინ არ დარეკა მე დავრეკე ჩემს მაკაცებთან დიახ მაშინ რენო მოსკვიჩი იყო ძალიან მაგარ მომაში და 07 ვაზ 21 ხო გავიარე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში ახლა ჩემ ნუ დავანთე სანთლები და მონიშნული გოგო და გავაკეთე ხარ როგორ უთხარი რა ჩვენ ტრადიციული შეკითხვა ეს უნდა აი როგორ უთხარი და ვიდა გითხრა სიმართლე ესე უთხარ როგორც გამობრძმედილმა კაცმა ბაშა რა ყანდაურა ეგრე ეხლა პატარა ბიჭი არა ვარ მეთქი 18 და ეხლა არ დაგიწყებ იმეების ახსნას და დაახსნას და რაღაცებს მიყვარხარ და ცოლად უნდა წაგიყვანო მეთქი აი ეს იყო და წავიყვანე რთული მოსავლელი ქმარია? აღიარებ კი. ხო. აღიარებს ახლა. აი რას ნიშნავს რთული პრეტენზიულია? კი. აი რა უყარს, რა არ უყარს? მაწვნის სუპი. მაწვნის სუპი გიყვარს? კი, მაგრად. აჰა. სპეციალური რეცეპტი გაქვს? არა, საჭმელებზე არ არის პრეტენზიული ამას. აბა ჩაცმა დახურვის საკითხში? იცი რა არის, საერთოდ მიყვარს წესრიგი ოჯახში. კი, ანალოგიურად ეხა მაკასაც წესრიგი უყვარს, მაგრამ
ძირითადად მაინც ბავშვებს აი აქ რაღაცას რო დავდებ, უნდა დამხვდეს. თუ არ დაგხვდა? თუ არ დამხვდა მაკას. ამ რამეს დაავალებს დავუშვათ ბავშვებს და იმ წუთში არ გაკეთდა. მე რო გეტყვით, რატო არ აკეთებთ? ესეთ რაღაც წრევანებზე რა, ეხლა ანეკდოტებს. კი, როგორ არა. პირველად მე მიყვება ანეკდოტს. აჰა. ახალს თუ რამე და თუ არ გაგეცინათ? არა, არ არსებობს ახლა ეს ანეკდოტი. თავარი რატომ ანეკდოტი მოყვეს და არ გაგეცინათ? მე არ ვიცი რა. მე ხო საბაჟო მაქვს ანეკდოტებს მე ვაბაჟე რომ თავარი დეკლარანტი არის მაკა. აჰა. თუ მოაწერა ხელი რომ კაია. განაბაჟე. გამბაჟებულია, თუ მოაწერა გამბაჟებულია. განაბაჟე მაშინ ახლა. მაკაც აქ არის პროფილის მაყურებელი, აქ არის სხვაგან სადუნო განაბაჟო. მიხო მოიდა სახში. კაიც ჩაიცვიოთ სოლოთ რა 20 წელია ჩემთან სოლოთ მუშაო წამო დღე უნდა აღნიშნოთ 20 წელი თავი ვაუთხრა. აი ყანა რესტორანში. სანთლები დაანთეს კუთხეში პატარა ჩაბნელებულია და თითო ბოთლი ალაზნეველი მიიცვეს აი ოჩაღად. მარო თალი ბუჟუჟუ. მიხო. გაგონა. 20 წელია საიდუმლო მაგ და დღეს თუ გეგენდოო. გასულ ხარ რა საიდუმლო გახო. ოკეი არქი ხო ნუ მოიწყდები ხოლმე დიდი კი არაფერია მაგრამ დალტონი კი ვარ ფერები ვერ ვარ ჩემ. მე სამა საიდუმლო უთხრა მიხო. შეიძლება საიდუმლო გახო. ზანგი ვარ შეკეთილი ზანგი. მამწონს კიდე ის ანეკდოტი როა კომუნისტების დროა და სოლი აღვიძებს ქმარს დილას 7-ის ნახევარზე. იგეთია ნაბახუსები რომ აი თელავში წევს და კონტროლში თავი ფხანს, ხო და? ხომერე. ადი გაიღვიძეო, ოდესოთში შეშინებული რა იყო ხალხო ხვშვიდობაო. დღეს არის ცირა დღეაო. მე რა ვიცი რა კალენდარი ვარ, დანდაბნეულია, მე რა ვიცი. დღე ჩვენ შევღლებიდან 15 წელი თავია. დაждდა მე ხო. 15 წელი რომ ამეკარე დღეს უნდა გამოვდიოდე. მე ანეკდოტზე გამახსენდა. თხლად და ამერიკულად. ეგ რას ნიშნავს თხლად და ამერიკულად? ნუ აიცი რა არის დიდხანს ვერ ვარ ხოლმე გაბრაზებული, არ შემიძლია დიდხანს გაბრაზება და. რა მაკა? ნუ მაკაც ნუ ეხ გავზარდე, ერთად გავიზარდეთ, კაც 17-ისა იყო რომ მოვიყვანე და. მომიყევი კიდე რა. ეს ჭიჭიგიაზე გამახსენდა. სოლს ვიუსწრო საყვარელთან. ნუ დგას ეს დონჯები შევიდა. უყურებს ამ კაცს. ბიჭო, აი მე ვალდებული ვარ, შევინ გაძალებ, შესაძლოა. უფრო შემეძინა ქალიშვილი, მე კიდევ ქალიშვილი და მე პატიცემული ვაშკაცი გიორგი. ხო და ქეთევანი აი როგორი იყო იცი ბავშვობაში. დამგოლებული იყო სულ. დამგოლებული რა? ჭამდა, იცი რა როგორ უყარდა ჭამა რომ თებში ეძინებოდა. მე და მაკამ სამსახურიდან მოვედი, გვიანია უკვე დაახლოებით ესე 11 საათი იყო ღამე და მაკა აცხობდა ბლინებს, ალადიკებს რო ეძახია. აჰა. მე დავიზენე და ქეთევანი ელოდებოდა ბლინების გამოსხვა და ჩაიძინა მაშინასთან და ეტყობა გულში ჩარჩა. დაახლოებით 2 წლინახევრის იყო არც ხო? მე გულში ჩარჩა რა და ეხლა უყურეთ, სამზარეულო ხო არის, სამზარეულოდან გადის აივანზე კარებიდან. სამზარეულოდან უნდა გამოიარო საძინებლის კარები, მერე უნდა გააღო მისაღების კარები, გააღო სამზარეულოს კარები და მერე კიდე დამატებით ოთახი იყო იქ, სადაც გაზი და მთელი ატრიბუტები დგა მაცივართან ერთად. და უნდა მიხვიდე იქ, ახლა 2 წლინახევრის ბავშვია. და ღამე გამიღვიძა რომ ეხა ხიზელი ძილი მაგ და გავიხედე ქეთი თავის საწურში არ წევს. ბავშვი 2 წლინახევრის. ნუ წამოხდი შეშინებული, ახლა უყურე მის კარები რა, საძინებლის კარები ღია, მისაღების ღია და სამზარეულოს კარები ღია და გავცივდი რა, იმიტომ რომ იქიდან გადის აივანზე. და შევედი და ეთყობა შეშლილი სახე მქონდა ქეთევანიძის მაცივრის თავზე. მაცივრის თავზე. ხო, ასულა, სკამიდან ასულა მაგიდაზე, მაგიდერ მაცივარზე იქიდო ალადიკები. და მაცივრის თავზე. ეს ჯამი უდევს ესე და მიყურებს და რო დამირახე ეტყობა შეეშიდა სახე მქონდა შეშილა. კაკია. დაუძახეთ მაშინ. დაუძახ. რასტორანტიები. აი. გამარჯობა. აი ეს გამარჯობა. რომელი ჯეკით მაცივრის თავზე? აჰა.
სახში როგორია? ჩვენს გვაცინებს ანეკდოტებს გაბახონდა. აი საყვარელი ანეკდოტი რომელია შენ? ცნობილი მე ანეკდოტის შვილისგან. რა ვიცი როგორ გითხათ. თქვენ არ გესოდნიებათ და ხო და მოყევი და გავიწინებთ. მე ვერ მოყვები როცა მამა ჩემი აქ. როგორი მამაა მკაცრი? საშუალოდ. საშუალოდ კაცრი რას ნიშნავს? მეტნაკლებად. აი რას გიკრძალავთ? უკრძალავ რაღაც რუღაც. კი, შარვალს არის მე. როიცა? შარვალს არაც მე? არა, თვითონ არის მე. რატო არის მე შარვალს? ხუმრობს. რა თქმა უნდა. რაღაცა ხო უნდა მოგრძალო რაღაც. ის არ იყოს ბილ გეიტსის ხო იცი რო კითხეს თქვენიო აიო ისეთი ოცნება ბავშვობისო რა გაქვთო და წითელი ფერარი მინდა 1992 წლის. მე იყიდეთ და მე ოცნება აღარ მექნება. ეხლა არ დამიწყოთ აქა რომ უნდა ესე რა ქვია ჭინჭყლობა რო იცით ხოლმე. გამუროთ მამა. მამა რატომ უნდა გამო? დაფიქრება. კოზი. მივიღე. ეგა. ისე წავაგეთ. ეხლა ინდუს მომღერი ხო? ყოველთვის გაქვია ხანი. მოგიხდება ჯარისკაცობა. წვერები. მუსიკალური ოჯახი ხართ? დიახ. უთხარი შენ ბიჭს გადმოჯდეს ერთი რა. მოდი აბა მამა. ისიც წამოაყოლე. მაკა ბოდიშ მოგიხდით. რატ გვინდა ეს რატომ მოვიტანეთ? რა თქვია და მინდა გითხრა ახლა ერთი ისტორია. მეგობართან ვიყავი სომხეთში, ამას წინებზე. და საერთოდ ახლა ესეთ სიტუაცია საზოგადოებრივ გავდივარ ხოლმე, მე ვრეკავ რა. უნდა მოვიკითხო მე თუ ვრეკავ და რომინგზე მქონა ჩართული ტელეფონი და მირეკავს. შვილი. ხო, გიორგი მირეკავს. ეს ხდება დაახლოებით 2 წლის წინ, ხო? მამაო, და შემეშინე ახლა კაცო რატომ მირეკავს მეთქი ესე უცებენ და შენთან ცეკვაზე დოლის წრე გახსნეს და შევალო რა. მაგისთვის მაშინებე, მაგისთვის რეკავ შედი მე უთხარი. იარა დაახლოებით ერთი რამდენი ხანი მამა? თვე. ერთი თვე არა და მე მასწავლებელმა უთხრა წადე შვილო ახლა შენ თუ მასწავლე აქეთ მე რა გასწავლო და იმის მერე ზის თავის მეგობარ კომპიუტერთან და სწავლობს ჩვენი მერე დიტო საკანტელიზე აძლევს იქ მითითებებს ხოლმე და მაგრამ ეს ტამტამია. ტამტამ მერე დიტო ყოჩაღი დამკვრილია ტამტამზე მაგრამ დოლი თუ არ ისწავლე რიტმი ტამტამზე ვერ გადახდა. ანუ ეხლა როსტომაშვილება უნდა გვიმღერონ ტამტამის ფონზე? გიორგი დაუკრავს და მე ტაში დაუკრავ. და არ იმღერებ? არა მე ჩემი თუ იმღერებ მე სად იყვნენ ესენი მე რო ინდურებს ღეროდი რა. ინდურებს თან. რა, ინდურები უნდა ვიმღერო. სიდედრი ყო? შაქარდედა? შაქარდედა რა არის? ეგრე ქვია, სიდეს ქვია შაქარდედა, სიმამ შაქარბა. მე დავარქ. და შაქრები ვით არიან? საერთოდ ეგრეა წესი, ეგრე უნდა იყოს, აი რო იციან ხოლმე სიდედრი, რატო უნდა იყოს ახლა ფინთის სიდედრი ვერ გავიგე.
ხო რა ვიცი ანეკდოტებს კი გვიყვები ხოლმე სიდედრეს. ანეკდოტი უნდა მოყვეს სიდედრზე, იმიტომ რომ საანეკდოტე მასალა არის. ხო და შენ როგორი სიდედრი გყავს? ბუნჩულა. ხო. კაი მჭადის და ფხალის გაკეთება იცი. აჰა. და შენ როგორ გიძლებს? სად მიძლებს არ მინახიეთ საბითვეო. მაშინ სიდედრეზე მოგვიყვები ანეკდოტი და გვაპატიებს შენ შაქარდე და იმედია ხო არ წინს ხოლმე? არა, მიჩვეულია. ხო არა, ქოფაკი სიდედრები რო არიან რა? არიან კი. ზოგი ერთები. არ ამკითხე მოამბე სიდედრები რო არიან, სამი გოგო ყავდა და გაათხოვა ეს გოგოები რა და შემოვიდნენ ახლა სიძეების სახლში და ახლა მოინდომა თავის აზრით ამ სიძეების გამოცდა. აჰა. შევარდა, გააღვიძა უფროს სიძე და გამომყევიო უთხრა და ეს დაბნეული გაყვა ეს სიძე, გავიდნენ ხიდზე და ისკოპა და ატაკა თავი რიონში. სიდედრმა. სიდედრმა. ამ სიძემ ქუთაისელი იყო? გელავარიგები ხო და? მე? ატაკა ამ სიძემ თავის კუპიკრა და აბა გამოიყვანა ეს სიდედრე გადაარჩინა. დილას გაიღვიძა კაცო ამ ნაჯაფზე სიდედრე გადარჩენილმა და დგას მაშინ 2106-ები იყო და აწერია სიდედრისაგან. აუ შენ გაგიმოვჭოს მერთმაო. მეორე სიძეს ანალოგიურად ის ცოტა იქეთ ცხოვრობდა. დაეცა შუაღამისას გააღვიძა და რო გაქანდა ამ ხიდიდან აიწია გადახტა და შუათანა სიდედმა ლაც და ჩახტა და გადაარჩინა დილას გაიღვიძა ისევ 06 დგას აწერია სიდედრისაგან. უმცროსი სიძე ცოტა რაცხა იგი იყო. სიმონო გააღვიძა ეს სიძე და გავარდა ხიდზე გამომყევიო გადახტა გადახედა ამ სიძე და ეგივე რა კარგად დაბრუნდა სახლში. დაიხჩა სიდედრი. დილას გაიღვიძა ამ სიძემ და დგას შავი 24 აწერია სიბამრისაგან. ბრავო. ხაჭაპურს არ მიირთმევ თო გამახსენ ერთი იგორი ერთი ელაველი. ხო. შენ მეგობარი. კახელები არ გიბრაზდებიან სულ ხუმრობ კახელებს. რაც უნდა გამიბრაზდე ფინს რას ვიძახი კაცო. რაც. შუამთაში ვარ, შუამთაში და პურმარელი ყრია როგორ მართლა პუდრი იგრე რა. აი სულ თინთიმებს შემოდის. ხაშლამა. ხაშლამა იგეთია 9-12-ზე იღიმება გადამიღევა ესე. 9-12-ზე იღიმება ხაშლამა რა არის? აი ეს თვალებს აყვაჭონებს. გადამიღეო იხვეწება და? მაგრამ შენ მაწვნის სუპი ყარები. მაწვნის სუპი მიყვარს მაშკაცო ძალიან მიყვარს. ხო და აბა მოაყარეს მწვადები და აბა არის ჩაკაფული სეზონი და ამბავი და ჩაიზნიკა სუფრა კაცო. გაივლის გამოივლის წარამარა ეს მიმტანი და ბატონო იგორ ხაჭაპურს ხმარ მიირთმევთ. არ გენცილ მადლობთ. მეორე შემოვიდა. ბატონო იგორ ხაჭაპურს 5 ჯერ შემოვიდა. უყურებს ეს იგორ და კაცო განა ექსკურსიაზე ვარ ხაჭაპური რა თვითონ მაინც დამაცადე ხორცი ვიჭამო. ერთსალ ბორისა 220 კილოა რა და ძალიან ფინ დღეშია, იმიტომ რომ ეს წონა უშლის ეს წონა, აი როგორ უშლის იცი რომ ცუდად არის რა ზაფხულში განსაკუთრებით და მერე მაკაცებმა უთხრეს ბირჟაზე მოიტა უბიჯვე განგან რო დაგაგ ეგფეხებიო. წადი გაიცი აფთიაქ შადი და ბალღები პრინციპკა როა პუდრა ის იყიდეო. მე რა სყოლა მერე. მოყოლილი მა? არა. რა საწვალოფო კაცო? წავიდა და იყიდა. იყიდა და მოვიდა თავის მაკაცებს გითხრა, განა იმას გითხრა ფარმაცევტს. ეს როგორ უნდა მოიყენო და უთხრეს რომ ის დაზიანებული ადგილები სადაც აგაქო. იქ იბანა ყოჩაღად გაიმშრალ და მემრე მიიყაროზე და იგრე იქნები როგორც ინდურ კინოში ბოლო კეთილია უთხრეს ხოლმე. მერე? წამოვიდა ბორისა, ყოჩაღად მიიღო აბაზანა. ეწოლება კაცო ვერ მიუდგან პრინციპის ადგილს სადაც უნდა. მერე? ზოლი უყურებს და რა შეშვები ბორისო და ვერ ახედავ ქალო დაზიანებულ ადგილებსო უნ უწამლო. უი მე ვერ ახედავ შეიკიდე ახლიდან გასაბანე რო გახდი მაიტა აქ მე მიგაყრე უთრა და ამ წვალებაში ბორისას მარცხი მოუვიდა. ბორისა ყება რომ უბრუნდი ჩემიცო როგორ შურა მცხარი იგეთი იდგა. მართლა როგორი ქმარია? მართლა კარგი. არა, კარგი რა ჩვენც ვიცით, მაგრამ აი მაწვნის სუპის გარდა რა უყვარს კიდე? არა, საჭმელებზე პრეტენზიული არ არის. ნებისმიერი საჭმელი უყვარს. შეჭამს და ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო ის, რაც უყვარს და რაც ყველაზე მეტად ესეა. არა. და მაკა ეჭვიანია? ხო? იმას უფრო ძალიან უყვარვა. მართლა? არა, სიყვარულს არ გულისხმობ, მართლა ეჭვიანი ხარ? არა, აიჭვიანი. ისა სულ ყურადღების ცენტრშია. ხო, თითქმის ეჭს არ ვეძახი, მაგრამ აკონტროლებთ. აი ესეა. მამაკაცებისთვის აუცილებელია ცოტასი. აი როგორ უნდა ხიზელი რო იყოს. აი როგორ უნდა გააკონტროლო კაცი. არა, კონტროლით ვერ გააკონტროლებ, მაგრამ თლად არ უნდა მიჩუმდეს.
რაღაცებზე უნდა კონდეს რეაქცია. იცით რა, ეჭვიანია რომ ამბობენ. თუ საეჭვიანოს არ შეუქმნი მეუღლე, რატომ უნდა იეჭვიანო? მართალია. ვაიმე? თუ საეჭვიანოს არ შეუქმნიო? მიპასუხოს. რატო იეჭვიანებ? აი რა ხო მითხრა დილას რომ მიხვალ კაცი 6 საათზე სახლში. ხო. არ უნდა იეჭვიანოს? რატომ მიდიხარ დიდით 6 საათზე? მაგრამ რა ვქნა თვითონ მანამდე არ რატომ მთავრდება. მოდიხარ ეს აქამდე სად იყავით ხო და ამაზე ადრე როგორ გამოვიდეო? ერთყუილია დილის 6 საათზე უნდა იეჭვიანოს მაკამ. ცოტათი კი შეიძლება. პრობლემა არ არის. მობილოს მე ხო მართალი ვარ ჩემ თავთან. მობილოს უმოწმებთ ხოლმე? მესენჯერს კითხულობთ? სიცილი. კი. ვაი. გაიგე. მადლობთ მაიკო რომ მოიწვიე. და იქიდან წამოვიდა ეჭვიანობა. რა წაკითხე? კალო. ძალგე გეტყვი. როგორ დამჭა ის მესიჯი წაუშვენ, როგორ დამჭა? აი ესე ვიბედურება რო გრჩება. ჭკვიანი ცოლი ყავს. დაუბერდი ეთყობა. შენ ხო ბავშვობიდან დიდი იყავი და. ხო და ეთყობა იმის არ იყოს ხო ისი, კახელმა ბალღმა რო ინატრა. რა. 6 წლისა იყო და ერთ საჩქრები მოუტანეს სკოლაში რომ ვიდეო და ირატრა რომ ღმერთო და ყოველ დღე ჩემი დაბადების დღე იყოსო და საუთოში 96 წლის ასაკში მოკვდა. კაცრი მამაო შენზე ამბობენ გოგოებისთვისო. გოგოები აქ არიან და კითხეთ. აი თვითონ რო დილის 6 საათზე მოდის სახლში თქვენ რომელზე გეუბნებათ რომელზე უნდა იყოს სახლშიო. გაკონტროლებთ, გეჩხუბებათ, აი წესიერი გოგო საერთოდ 10-ის მერე გარეთ არ უნდა იყოს. კარგი მემკვიდრე გეზრდება, ხო. გოგო წესიერი 10-ის მერე გარეთ არ უნდა გადიოდეს სახლიდან და. წესიერი ქალი? ხო. ლოგიში რომელ საათზე უნდა ხო იწვეს, ხო იცი? 9-ზე, იმიტომ რომ 10-ზე სახლში უნდა იყოს. რა სამბობ ანუ? დათოროსტომაში, რა ვქნა? ახალებ რო არ ეწყინოთ, ცოტა სხვა კუთხის ანეკდოტებიც მოგვიყევი რა დათო. კი ბატონო. სვანური. აი ხლა ხო ძალიან გალამაზდა სვანეთი და ნუ მართლა დიდი სილამაზე არის რა. ხამე განსა დღე ხო ნუ რაზე საუბარო. ხამე ეს კოშკები რო ჩანს ესე ისეთი სილამაზეა რომ მეტი არ შეიძლება და ეხლა კონცერტი რო ჩატარდა უკრაინელები რო იყვნენ, ბევრმა ნახა ძალიან ეს და სუფრასთან საუბრობენ რომ აუო ესეთი სილამაზე თუ იყოს სვანეთში ვერ წარმოვიდგინე პირველად ვიყავე და იქ ერთი ზის ჩვენი მეგობრის ძმა არის. სვანი რა თქმა უნდა ყოცო. ნამდვილი ამბავია. ხო, ნამდვილი ამბავია და კოშკებზე რო ჩამოვარდა ლაპარაკი. ახლა ჩვენი კოშკი სიმაღლეა ზოგიერთ არც და სიზმრება. და გულობყვილად იკითხა იქ სუფრის წევრმა რომ ვაიმე რამდენი მეტრი არის თქვენი კოშკი? ადრე გავზომე 30 იყო და ახლა კარგახანი აღარ გამიზომია. ნაღდამბოს მოყვები კიდე. ხო. მოხე. უდაბოუყვე სახელის დაგვარს არ ვიტყვი, მაგრამ მეუთხარი გავაფრთხილეთ თან. თუ გაიგო ეს ისტორია საიდანმე მეტ და განსაკუთრებით პროფილიდან არ გაგიკვირდეს და იცოდე რომ შენახარ თქო და იცოდე რომ შენახარ. მოყევი. ხო, ხმამაღლა უნდა უთხრე. ლისის ტბაზე არის გოგირდის აბანო რა და სხვათა შორის ძალიან ესეთი ლამაზი საზოგადოება დაბრძანდება ყოველ დღე და მე მომიწია ფერზე რაღაც მასაჟები მჭირდებოდა და იქ მასაჟს ვიკეთებდა. ვერ დამინახა. იცით რო იქ დადის? მერე? არა, იქ უკაცები დადიან მარტო. ხო, მაინც ვიკითხე რა იცი ხდება. ხო და ფეხზე მასაჟს ვიკეთებ, ბატონი გოგიტა ბრძანდება, ყოჩაღია ძალიან ამ საკითხში და იმან ვერ შემამჩნია სვანმა რომელიც და საუბრობენ რა. დაახლოებული სვანია თქვენი? კი და გოგირდზეა საუბარი, გოგირდის წყალზეა საუბარი და ბიჭო ადრე უფრო ცხელი ყო წყალიო, კაროჩი ახლა რაღაც ცოტა გაგრილდაო რა. ხო და ხო მეორე მუთრო ზამთარი როა ის მილები იყინებაო და ისეთი ტემპერატურა აღარ აქვს. ნუ კაი ცხელი არის, მე ზაფხულში ვერ ჩავდივარ ხოლმე წყალში, ძალიან ცხელია და ამ საუბარში არიან და ეს იძახის რომ იგერო კაროჩი დაშლილი მანქანა რო იყო, მან დრო დიდი ტრუბა გადმოდისო, მან უფრო ყველაზე კარგი არისო რა და მეორე უნეო რა სამბო კაცო ის ხო კანალიზაცია, ვინ გეტრა კაცო მე ვიბანავე იმ დღეს. 2002 წელი გახლავთ და პირველად რომ გამოვედი ფილარმონიაში, იუმორინას კონცერტი იმართებოდა და ოჯახში არ იცოდნენ. წავიყვანე დავპატიჟე იუმორინას და გაუკვირდათ. ოჯახი დავპატიჟე და გაუკვირდათ მაკას განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ვიცლიდი ხოლმე. მარნეულში მუშაობდი და გადარბენა გადმორბენაზე ვიყავით, ძალიან გაუხარდათ. ესე კუთხეს მეოთხე რიგის კუთხის კამზე ვიჯექი, რომ არ გამჭირვებოდა ასვლა სცენასთან, სცენაზე. ოჯახმა არ იცოდა რომ სცენაზე უნდა ასულიყო. არა, ესე მისხედან გვერდში და მაკამიზეს გვერდში ბავშვები ეს გაყოლებთ. ხო.
იქედან ბატონი მერაბ გეგეჭკორი და ბატონი გურამ ჯაში მეზახიანს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ხმით უღალს რა თქვენ ახალგაზრდა ერთთან ორზანდის მაღლა იქ ზოგი ხო იცი რომ ხელს რო იშვენ იმასე მეო თქვენ არა უკან უზის უღან დავდექი მე და მე მეთქი დიახ თქვენ და რომ მივდივარ და ერთმა ჩაილაპარაკა იქ რომ ნახე მართლა მიდისო მაგამ კოსტუმი დამიჭირა არ წახვიდეო ნუ ახლა ვიწევ და უნდა წავიდე სცენაზე მელოდებიან ხო მერე ეს უჭირავს კოსტუმი გამიშვო და გიორგი კეთან მიდი მამა მიდი გიომეზას პატარა იყო ავედი და ვდგავარ ღერის დათო როსტოვა და მინდა გითხრათ ჩემო ძირფასებო რომ დაახლოებით გიოზე პატარა ვიყავი გიორგიზე პატარა ვიყავი ნუ ინდური კინოების ბუმი იყო და ეხლა თან მე ისანში ცხოვრობდი და იქ კინო თეატრი ისანის საზაფხულო და საზამთრო დარბაზები მქონდა დაპყრობილი რომ მორჩებოდა სკოლის სეზონი და ბორჯომში რომ მივდიოდი ხო ჩემი სკამით დავდიოდი ლიკნი კლუბში შენი სკამით ხო აბა ის ისე აქა შენი სკამი გაქვს უკვე სუაგზე ხარ და ეს რა ქვია ჩოსტები ხო მერე ხო და ნუ იმდენჯერ მაქვს დისკოს მოცეკვავე ნანახი რომ ერთი პირი დავით ჩაკრობორტის მეზახთან ხო ჩემი ბავშვობიდან შემორჩენილი მაქვს ეს სიმღერა და ეხლა ინდური უნდა გვიმღერო ინდურს გიმღერებ დიდი სიყვარული პირველად პროფილში სიმღერა კინოფილმიდან დისკოს მოცეკვავე ასრულებს დავით როსტოვა Сердце мое, я гибну без тебя. У меня есть идея. Какая? Иди сюда. ის მომენტი მიყვარს ყველაზე მაგრა და ვტიროდი ხოლმე რა სუფთა აი რომელ მომენტზე ტიროდი ხოლმე აი საპროფილე მომენტი რო აბა მოხდა რომ მოდის ეს ჩვენი მითხუმი ჯიმი პირველი კონცერტი რო აქვს და გიტარა რო მაქვს ჯაგარი ფინტი კაცი არის ჯაგა ცუდი კაცი ჯაგა სუცუდ როლებს თამაშობს მერე და ესე тканან დაცინიან რა რო გამწარდა აქ სისხლი რო ჩამოვიდა და ჩიტი გახეთქას უყოლაცები შენ რაღამ ჩაგაწერინა ეს სიმღერა? აი რატომ ღერი ხარ? მიყვარს.
და ცეკვავდა მღერი. ბრავო, უყვარ. რასტამაშვილები. უმასინადლად არა მოხდით, ჩემი მოჯახდით. მოდით, თუ ცოტა ხნით შევისვენოთ. რეკლამის შემდეგ კი სკეჩები, რომელზეც წლების წინ მთელი საქართველო იცინოდა. სატირის დიდოსტატის, თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე მოდის თქვენთან შესახვედრად. გელოდები. მე რავალი ვარ რა? საბგანდი. სად გაიცანით ერთმანეთს? გადავიცეთ, მოსწავლე იყო შენ. მართლა? კი. უი, რამდენი წლის პატარაა? რამდენი წელი პატარა? სულ 4. და 4 წლით პატარა მოსწავლე ყავდა. ხო, არა, კაცო, 3 წლით უფროსებიც ყავს მოსწავლეები. ხო, და რას ასწავლიდი ხოჭო? რას ვასწავლე? გიტარას, აი, კლასიკური გიტარა. ძალით შემოვიმოსწავლე. აჰა, აბა მომიყევი. ძალით ეხლა მოგიყვები ჩემი ისტორიას. აბა? დავინახე, მომეწონა, რაღაც მიზეზი ხომ უნდა მქონოდა, რომ აი დამეახლოვებინა და მოდი გიტარაზე დაკვრას გასწავლიო. არა, კარგი თითები გაქვს, კაი მონაცემები გაქვს. აბა გვაჩვენეთ თითები. აჰა, კი, ლამაზი თითებია. მერე? რა თქმა უნდა, გასწავლო გიტარაზე დაკვრა, კაი მონაცემები გაქვს მეთქი და ესე შემოვიტყუე, ვისწავლეთ პირველი სიმღერა თუ კი გესიზ მრებიმდე ვეღარ მივეღარ. რატო? მიყვარხარ მეთქი მეუთხარ. პირდაპირ ეგრევე უთხარით? ეჭი არ შეგეპარათ, რომ რაღაცა ხდებოდა? თუ გინდოდათ გიტარაზე კი, სია? ყველაფერი მინდოდა, ისეთი ასაკში ხო იცით, აა, და ხო ჩარ მოგეწონათ? რა მოსაწონებელი? არა, როგორ არა, კი, მაგრამ არ ვუყურებდი ნამდვილად როგორც მომავალ მეუღლეს. ნამდვილად ესე არ ვუყურებდი. კარგი პედაგოგი აღმოჩნდა? კი, ყველაფერი მასწავლა. ხო, და რაც თავარია, ვასწავლე ხინკლის ჭამა, ასე რომ უკმე და იღლიაში რომ მოდის წვერი და ასე რომ გაზდა, ეს ვასწავლე გემრიელი. აა, მანამდე არ იცოდა? მანამდე არა, აჭარუხაჭაპოს 2 საათი. აჰა. კეთაკეთ. მაგრამ ეხლა უკვე მიყვარხარ როდის და სად უთხარით ბატონო ხოჭა მოსწავლეს. გავაწითლა ეხლა ეგეთი სერიოზული რა ყოფილა ცხოვრებაში. როდის გითხარი მიყვარხარ შენ გახსოვს? კი. გიტარა ეჭირა ხელში. გაკვეთილს. მართლა? ხო და მე ვთხარი რა ვქნა, აღარ შემილია გადავდე და დავწყვი და ვამსილებ შევალეწავ გიტარას კედელზე მე ვთხარი. მიყვარხარ მეთქი და ამარ ამითხრა იცი? ესე იგი არ მაქვს გიტარის მონაცემები. მერე მომეთილში შოუყვანია და შოუყვანია. ხო. ხდებოდით ერთმანეთს 4 წელი. უმღეროდი ხოლმე ხოჭა. არა, აღარა უნდა აინტერესებდა ჩემი სიმღერა. არა. აბა მე სხვანაირად ხიბლავდი. აბა როგორ ხიშვაში არ იყო? როგორ ხიბლავდით? ვაიგო და ავაშერეთ ნაკინის გამყიდველი ბულვარში. დავდიოდით ფილტვების ანთებით ორივე. აბა სხვა არაფერი ჯიბეში შემიჭის. ხო, ნაკი ზამთარ ზაფხულ. აბა კორნეტო შემოაცალე, წავიდა ტლაკვა. ბულვარში გაიარე, გავესხვის პირას, გაისერე და გაიქცე. სხვამ გადმოაგდოს ერთი კონსერვის ბანკა რა და ხორცით. ესე და 4 წელი ხდებოდა ერთმანეთს, რამდენჯერმე ვიჩხუბეთ, რამდენიმეჯერ შევრიგდით. ხო და ბოლოს მოხდა ესეთი რა ჩემს ცხოვრებაში, რომ თბილისში მომიწვიეს სამუშაოდ აქ. ეს ყველაფერი იქ ხდება აჭარაში. ბათუმში ხდება ყველაფერი. აბა ახლა ბულვარი გითხარი და ზღვა გითხარი. თბილისის ზღვაზე რა მინდოდა რატო თბილისის ზღვაზე დადიან ხოლმე შეყვარებული წყვილები ჩემ ბატონო? დადიან და კოღუები და ესე მალარია. ხო და მერე ბათუმში და ნუ კარგი შემოთავაზება იყო თბილისში მე ვთხარი ან ეხლა წამოდი მე ვთხარი მოვკიდე ხელი იღლიაში კი არა და პადროჩკი ესე რა ქვია 400 ლარიან ჯარი მავიგდე ასე წამოდი ეხლა რაც გაცვია რაც გახურია მე ვთხარი არ შენი ბზითვები მინდა არაფერი მეგიყიდი ყველაფერს მე ვთხარი ან ეხლა ან არას დროსო ხო და რაო მე მივიდივარ თორე საწავიდო და აჰა ახლა მაშინ გვერდით მეყოლებოდა ვინმე სხვა რო არ წამოვყოლოდა არა გეხუმრები შენ მე არ წამოვიდოდი თბილისში შენ რომ გეთქვა ვარი მე დავრჩებოდი ბათუმში მართლა კი და ნახდა დავრჩებოდი ამას ვარია თქვა გიმღერე რა აბა რა შვის ისეთ ხია ჩემ მეორე ცოლია
არაჭიანო პირველი მეორეზე. არა, ამასთან მედიატორით ვარ. გასაგებ. რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა ქალს გაფრთხილება მარად ჟამს უნდა თორემ შენ ხელში ისე დადნება ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა ქალი ოცნების ჟადოქარია ქალს ნუ ჩახედავ თვალებში მრუდად ყველა ქალი ხომ ამაყი არის თავისებურად ქალი ფარია ქალი ხმალია შენი მხსნელი და ფარეში მუდამ გახსოვდეთ ქალი მაინც ქალია მოფერება და ალერსი უნდა გახსოვდეთ ქალი მაინც ქალია მოფერება და ალერსი უნდა მითხარად ხარ მოწყენილი რამ დაგაღონა ვინ გატყინა ეგრეგული ჩემო გოგონა ვინ გადინა ეცრემლები ვინა გადირა ჩემო კარგო შენი წყენა ვინ დაპირა შენი გავი ჩიდუნია მე კი ვერ ხვისრთო ჩემ ფოთლებში შეთვის ბინა მინდა ვიპოვონო დაიბუდე რომ არავინ აღარ გადიროს დაცრემლების ნაგადული არ ვინ გადინოს მასი ფრინე და იჭიკ გაშალებდები მეც გალობით მოხიბლული შენი ვიქნები შენი ვიქნები ძალიან მაგარია აი ცოტა ამბობ სახში ვღარის ხოლმე აღარ ახლა ის მოკები ის დილაობით დავბივარ მე კი ეხლა შეწეული ვარ უცებ თუ რა დღეში ვარ გადახოთ სიმართლე ხო და პროფეში ვაჩვენეთ ერთი აბა ამიტომ არ ვიხართ დილაობით ეზოში გვაქვს ესეთი სავარჯიშო ხო სატრენაჟორო მოწყობილობები მერიამ შეკვირდა და გაგვიკეთა და ხო და ას მეკაჩებით ერთმანეთს და ვართ ერთად ბავში და ვიყიდე ის ტელევიზორში ნახევარსაათი რეკლამა რომ ასე რომ კაჩავს ასე ზურგით რომ კაჩავ და შევაგდე კუშეტკის ქვეშ როგორც აჩვენებენ რეკლამაში ხო ლოგინის ქვეშ უნდა შეაგდო აქვს შეგდებული შიგნით და გამოდის რა არ ვიცი მისი არ გამოდის თუ დაუძახი გამოვა და რიფი რა გაქცისე საბაგირო დისკავი ასე მოსობა გამოიტა ვიოლინო კერხვეწები გენაცელი სკოლის დირექტორი ეკითი ყო გაუბრალ კარგად მოუნდენ მისევში ესე იგი მეთქი გაერთობა ბავშვი მეთქი მაგრამ ხერ გაიგეთო სპაიდერმენია ასეთი ვარ სპაიდერმენი ამის გაცილების ოსტატი ვარ ჩვენ გვიყავს ასე სეილო აი ასე ესე დავდივართ მოდი მამა მე თანჯერე შეგედა თამაშობ აბა უი სევიდა ბამბოლეიო რა მომაწებე ახლა უფლიაშულზე ათლերը და იქნება ბამბოლეიო არ ვიცი ეს ბამბოლეიო არ ვიცი მე ეს ვიცი მაგარია Sono un rado che me gusta lo mejor a mujeres no me falta nerle al amor lientando mi caballo con hacerme yo le voy las estrellas y la luna ellas me dicen dónde voy ay el amor ay mi morena de mi corazón ay el amor ay mi morena de mi corazón me gusta tocar guitarra me gusta cantar el sol mariachi me acompaña cuando cante mi canción me gusta quemar mis copas aguardientes lo mejor de Angelén de Guila Lago con su sal y la sabor ay el amor ay mi morena de mi corazón ay el amor
Ay mi morena de mi corazón. Bravo! ესაც ვთქვათ რა. იმ ხმარს ჩვენ სერიალში რო თამაშობდით, რაღაც გიხართ. გავს? ქმარს გევარ? ხო, იმას, ვისაც თამაშობ. გევარ მე ქმარს? არა. არა, ის ძალიან ჩმორი ქმარი. ხო, მე მომერი და მაგას ხო არ კითხავდით და. არა, ეს ახლა ადამიანი როლში რო შედიხარ, ხო? მე მოდიოდი სახში ჩმორდებოდი, როლში შევდიოდი. ხო. ხო, თორე ისე რო დავარტყა მურს. მაგიდაზე და მე მაგიდის ქვეშ შევძვრები. ეკიანი ხარ? ეჭვიანი ვარ. მართლა. არა, იცი. შენ აიც მე უძინო გამებს ვატარებ. რაზე ფიქრობ? შენ რო მოსაჭმებ და გადაბრუნდები და დაიძინებ. მე რა იცი რაზე ვფიქრობ იმ დროს. რაზე ფიქრობ ხოლმე? რაზე ვის? რა ვიცი, მე მარწყვილ ბავშვი არ მომტაცოს ვინმე და ვიცი. არ მოგტაცებთ. არა. მე საფუზე ვერ ამოვა. კიდევ ერთი ძალიან მხიარული ადამიანი და შემოგვიყვეთ ეს. ისიც მეუღლით ვართ. გთხოვთ მივესალმოთ. მე რა გეგეჭკორი მეუღლებთან. გამარჯობა. უძლებთ ერთმანეთს და ვარ. გასაძლებად გაქვთ საქმე? არა კაცო ხუმრო ხო შეიძლება ვიხუმრო რაღაცა. კი, აქ სახუმაროთ ხართ დაპატიჟებული, მაგრამ ისე ცოტა სინამდვილეში მოგვიყევით. რა და როგორ იყო? სად მუშაობ შენ? რაღაცა სტუდია აქვს, მეგონი საბავშვო თვალსკები. ახლაც ვარკვევ მაგას რა სტუდია და დამირეკეს რომ ჩაწერაო, ბავშვებიო, რაღაცა კარუსელიო, ესო, ისო. და თუ შეიძლება მომბძანდითო ხვალარა და ზეგო. უი ზეგ მოვალ მეუთხარი ძალიან თქვა. ის ზეგ გახდა მაზეგ. არ მივედი. რატო? ნუ დამავიწყდა თუ რა იყო, არ ვიცი. არ მივედი რა, რატომღაც არ მივედი და მე გააგზავნოს თვითონ არ მოვიდა, იმიტომ რომ საბავშვო გადაცემაო რა მინდაო. ნუ ერთჯერ ჩამიშალა გადაღება, გამითიშა ტელეფონი. ორჯერ. მეორედ. მესამე. ახლა მე მივიდით. მერე? 4ჯერ. მე მეოთხეს შეხვედრაზე უკვე ცუცასთან ერთად შევხვდით. შევხვდით ნიკალაში ერთმანეთს. და გეჭხურათ? არა, ეს არის ის მერაბ გეგეჭკორია. არა, ცუცა მეუბნება ეს არის და არ გამაგონა მაგის არც გვარი და არც და სახელი. ცუცა მითხრა ეს გოგო გირეკავდაო. და მაშინ მივხვდი ვისთან მაგ საქმე. და შემოიკარით თავში ხელი. არა? თავში არ შემომიგრია ხელი და მიდვა ჩემგვერდში ახლა. ბრავო. საქმე იქამდე რომ უნდა შეუღლდეთ. მანანას ეუბნე, მანანა ხომ მეთქი მე. გადასავაში მიხვედით თუ არა ბოლო-ბოლო? არა, იქ მივედი და მომეწონა უკვე და ყველაფერი. კი, შედგა. რომ დავინახე და დავინახე. აბარა, რომელი ბავშვთან შედგა ეს გადაცემა? ის ბავშვი არის ჩვენი ნინიკოს ნათლია, ანუ იქიდან გამომდინარე ვინც. ხო, პირველი შვილის და უნდა გითხრა შემოგალგო რომ მე დაისვა საკითხი ასე რომ მე ვთქვი შეუღლდეთ ახლა ჩვენ არ ვართ პატარა ბავშვები 30 წელს გადაშორებული ხალხი ვართ. ამიტომ არ ვართ ახლა ჩვენ ასე რომ რაღაცას ავიკიდოთ და დავიწყოთ რაღაც. იცი რა არისო მერაბიო, მე მაინც ტრადიციის მიმდევარი ადამიანი ვარ და დედას და მამას გავაგებიებ. მე მითხრა. მე ვთქვი შენ კი გავაგებიებ, მაგრამ მე ვის დედომას გავაგებიო? არ ვყავს, მე ვთქვი მამადა. წავალ და ჯემალ ბაღაშვილს მოვუღებ, მე ვთქვი მომიში მაშინ მაგას. თქვენს მეუღლეს ისეთი ხიარული იუმორით სავსე კაცის იმიჯი აქვს, პროფესიაც ესეთი აქვს, ხო, იუმორისტია. აი, თოლად რომ იყვებოდით, სწორად გამიგეთ, რაღაც არ გიღიტინებდათ, რომ ხიარულ კაცს თოლად რომ იყვებინეთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ მე. მაია, სუნდა შეგეკითხო, ჭკუამ ხიარულს რატო გაყევია? დედა შენის კითხვა. ანუ, დედამ გკითხა. დედა მისის კითხვა, ჩემი სიდედრის. მე ვიცოცხლე სიდედრის. ხიარული კუთხე. სახში ასეთია? ასეთი სახში უფრო მომსონარი ვარ, კიდე კედელზე დავდივარ. ხო, ეხლა მეტეს დაემატა ეს. ახლა მაცივრის თავზე ზოგიერთი რო ისხდა. როსტიკას ის ჩემი ნათლის ოჯახია და აი როსტიკ მე პირადად მე ვზივარ მაცივრის თავზე. ხო, იმიტომ რომ ახლა ხო ხედავ. პატარა ვარ და ხტები ხოლმე. მიხარია. ასეთი ფურის გაძლება სახში არ არის? არა, დილით ვიწყებთ მხიარულებით, ღიღინით, რაღაცა ისეთი, რომ მე არ შემიძლია შენ მოვადუღო, იქნებ ყავა, იქნებ მე მოვადუღო და მე შენ მოვადუღო და რა ვიცი, აი ძალიან ბედნიერები ვარ და რა ვიცი, მე მგონია რომ ცუდი არჩევანი არ გავაკეთე, არც მე და არც მან. მაია ქნის კიდე ის ორი ადამიანი, ვინც შემოგვევათა სახში და ამას სიცოცხლე ქვია, ხო? ჩემი შვილები, ჩემი სუნთქვა. ხო არ გახსოვს ო სუნთქა, მაგრამ შეწყვიტე სუნთქვა როგორია.
და აი ამ განცდით და ამ სიყვარულით რომ მეკითხებია როგორ ახარო პასუხობ რომ მე ამაზე კარგად ცხოვრებაში არ ყოფილა. აუ და ღმერთმა კარგად გამყოფოთ კიდე ძალიან დიდი მადლობა. ონისეონიანი უნდა შემოგვიერთდეს მეუღლესთან ერთად. საღამოში დობისა გამარჯობა მოგდანდი იქით წავიდეთ. როგორ ახართ? გადასწორებად. და ერთმანეთი როგორ გაიცანით? ჩვენ ორივე მყინთავები ვიყავით. უი? ხო და წყალში ესე შევხვდით ერთმანეთს. წყალში გაცნობილები პირველად ყავს სტუმრად. ბრავო! ანუ ესე ზღვაში ერთმანეთთან ჩვენ მოცურადით მაშაყირეთ. მაშაყირეთ. ხო მითხარ სახალისო მოყევი რამე და მეც მოყევი. ვკითხო არა მე ჩემი გვარი წინზე მთავრდება და ვერ ხუმრობ. აჰა, ისე როგორ შევხვდით? ისე ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი, მე სწავლობდი თეატრალურ ინსტიტუტში მოგეხსენებათ. ჩემი მეუღლის დაც ჩემთან ერთად სწავლობდა. და ვიცნობდით ერთმანეთს მე და ნანა ძალიან კარგად და ჩვენ ერთ დღეს შევხვდი მას და შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. და თვალების შეხვედრიდან ის ამბავი როდის განვითარდა? რომელი ამბავი? სიყვარულის. სულ რაღაც მადლობთ ხვიჩა. სულ რაღაც ერთი წლის თავზე უკვე დაგვირგვინდა ჩვენი ოჯახის შექმნით ეს ყველაფერი ჩვენი სიყვარული და 9 თვის შემდეგ უკვე ქალიშვილი შეგვეძინა. როგორც ზღაპარში. როგორც ზღაპარში დაახლოებით. როგორი ქმარია? ძალიან კარგი, ზრუნველი. გავაგრძელო მე როგორი ვარ? საკუთარ თავზე ვილაპარაკე შეიძლება? დავდივარ ბაზარში. მართლა? დავდივარ პურზე. დავდივარ სკოლაში დამყავს ბავშვები. და ასე შემდეგ ვამარაგებ ოჯახს და შევმოყ ყველაფერი თუ რამე შეიძლება შემოწესოს. და თეატრს მერე როგორ? ვთქვი რომ ჩემი ოჯახი იყო ძალიან კომფორტულად. და სპექტაკლები მერე? მივდივარ რეპეტიციაზე მერე სკოლის შემდეგ დავარიგებ ბავშვებს, მოვიტან სახლში რაღაცებს, მერე გავარბივარ თეატრში რეპეტიცია მაქვს, მერე ისევ მოვარბივარ ბავშვები გამომყავს, დავალაგებ ყველაფერს ამ ბავშვებს სახლში. ანუ დავაწყობ თავის ადგილას ყველას მერე მივდივარ სპექტაკლი მაქვს, მერე საღამოს ისე გამოვლი ჩემს მეუღლეს და მივდივართ მეგობრებთან. აი ესეთი ცხოვრებით ცხოვრობ ჩვენ. უკაცრავად ჩაგრა. და ჩემი მეუღლე რასაკეთებს? გაინტერესებს. ხო, აი თავად თქვას. ხო, აი ამ დროს რასაკეთებთ? გონი ჩაგრავთ, იცი? სასიქადულო ქართულ მსახიობს. არა. მას თავის პროფესია აქვს, არაჩვეულებრივი, რომელიც ძალიან უყვარს. არის ფარმაცევტი გენაცვალე. ლაპარაკს არ აცდით არასდროს, ხო? მე ვლაპარაკო და ყველაფერს მე ვაკეთებ და ლაპარაკითაც მე დამითმოთ. ბრავო. რამდენი წელია რაც ცოლ-ქმარი ხართ? 15, მე-16 წელი. და მსახიობის ცოლობა არ არის რთული? იცი რა, მაგ კითხვა ძალიან ხშირად მისმევენ ხოლმე და აი ყველა ჩვენ სტუმარს კითხეს ეს. არის რთული. იმიტომ რომ ისე შექმნა ეს რაღაცა გარემო რო არა. და თავიდან სადაც რომ მიყობოდით თქვენს ხომ არ გითხრათ დედამ რომ კი ცოტა გაოცდა რომ მე არ გირჩევო. არა, მსახიობის ცოლობა მოგეხსენება რასაც ნიშნავს და არ გინდაო და. აი მაინც ეს ნაბიჯი გადადგა. იცი რა რაღაცა ინტუიციით ხვდებოდი რომ იყო ვიქნებოდი ბედნიერი მასთან და ესეც მოხდა. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს კი მარტოა. წუხარე სახის რაინდი ყველაზე რომანტიული გულით. გთხოვთ მივესალმოთ. აი გამარჯობა. ახლა ალბათ ზის ჩვენ მეყურებელი ფიქრობს. რატო დაპატიჟა რათა სტუმრათო? ნეტა იცოდეთ როგორი დიდი გული აქვს. სულ სიყვარულის არის ავსე და როგორი სიყვარულის ისტორიებია. ჩემი სიყვარულის აკვანის პირველი დარწევა ძალიან დაემთხვა პერიოდს, როდესაც პროვინციული ბექგრაუნდის მქონე ახალგაზრდა სტუდენტი პირველად ვიდგავდი ნაბიჯებს თბილისში. ანუ მაგარი სიტყვა პროვინციული ბექგრაუნდი. კი, ეს ეგრე იყო ნამდვილად. რთული იყო? საკმაოდ კი, აკლიმატიზაცია რთული იყო.
თუმეტეს არ დავმალავდა, მომიწია ისეთ პერიოდში ცხოვრება, ლამის სიღარიბის დაძლევის პროგრამის სარეკლამო სახე გავხდი. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. ნუ პირველი სიყვარული იყო ძალიან მაგარი და გაგებით რომ ბევრი რამ შემზინა ცხოვრებაში. აი რა. ულამაზესი გამოცდილება გოგონებთან ურთიერთობებში, ჩემო ბატონო, კარგი სკოლა, იმიტომ რომ თვითონ იყო პიროვნება ძალიან მაღალი. გახსენდება ხოლმე. კი, როგორ არა, მახსენდება ძალიან და მე მინდა თუ დარწმუნებული ვარ უყურებს ამ გადაცემას, ყავს ბრწყინვალე მეუღლე, შესანიშნავი ოჯახი, პატარა, ულამაზესი პატარა და დიდი სიყვარულით მოვიკითხო მინდა აქედან. და ეს იყო კი აუცილებლად. და ძალიან ლამაზად მახსენდება რა, ჩემთან ამოდიოდნენ ხოლმე თავის ჯგუფელებთან ერთად სახლში და პატარა სამზარეულო უყურა და ერთად ხეხავდით ტაფებს, საჭმელს ვაკეთებდით რაღაცას, პატარა ესე რომ ვთქვათ, საღამოები ქონდა ხოლმე ალაგ-ალაგ. განსაკუთრებით აი ესეთი შთამბეჭდავი იყო, აი მრავალმხრივ დატვირთული და მრავალმხრივ სანახაობრივი იყო მეორე სიყვარული, ცოტა პატარა ჩავარდა მქონდა მანამდე. აჰა, რამდენი წლიანი? ერთი 3 წლიანი დაახლოებით და მეორე სიყვარული იყო, როგორც ყველა პროვინციული ბექგრაუნდის მქონე ადამიანმა, კისერი უნდა მოიტეხოს ცივილიზაციის ოაზისში. ეგ როგორ? კვეთრი ასობგერა ლულს დაფარვის ზონაში, ვაკეში. აუცილებლად. ეს იყო ვაკეში, ახლა ჰამბურგშია ამჟამად, ასევე მინდა მოვიკითხო. ჩვენთან ბატონო, რო ვიცოდე, ახალ ყემალს ვჭამ თუ მარილდა შენ იყავი მათ ცივ ჰამბურგში. ანუ რათა გული გატკინა ესეთი შთაბეჭდილება. კი, საკმაოდ, მაგრამ რა მომენტი იყო, ეს ძალიან რა გითხრა, ნუ გადამრიე. არა, ნუ ცოტა ოჯახთან იყო გაუგებრობა. სოფლელი ხარო? კრიტერიუმებში არ ჩავჯექი რა, ესე რომ ვთქვათ. ყველაზე მაგარი იყო დედამისი იყო ძალიან ცუდად განწყობილი. რაღაც საერთო პრობლემაა დედებთან დაკავშირებით მე მგონი. დედა იცით რა დონეზე ცუდად იყო განწყობილი. აი ვაკეში ავსადის და აბაშტის კვეთაზე ცხოვრობდა და აი იმ ტერიტორიაზე რომ შევიდოდი უცხო ქვეყნის ერთი სახელმწიფოს საფრენ აპარატსო დააფიქსირებს რა არის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აი ესე ფიქსირდებოდი. და ერთი პატარა ისტორიაც მახსენდება ამასთან დაკავშირებით. მოხდა ესეთი რამ რომ ერთი მორიგი მისვლა მაქვს რა ვიზიტი მაქვს ესეთი პროტოკოლური რაღაც ესეთი მეექვსე სართულზე ცხოვრობს და დაბლინდა ველაპარაკები მობილურით კარგად ვერ ვაგონებ. მობილურით რო ვესაუბრებ რაღაც მქონდა ესეთი ჩვევა რომ ვიდექი ესეთი. აი ძალიან ბედნიერი სახით აი ესეთი სახით მქონდა რაღაც ჩვევა მქონდა რომ ვერ ვესაუბრებოდი ისე თუ ხელი მაღლა არ მქონდა აწეული. აი ესეთი როგორ ახლა მეთქი აი შევი როგორ ხარ აი შევი და შევხედე უცებ ხო საუბრობ და ქინა ტიპი მომიახლო და ვიღაც ძალიან ბრიჯებში გადაწყვეტილი ვაკედი რა. მოვიდა ბიჭო ბრატ მაგარი კაცი ხარ ტო მაგ რომ მისწორდება იმენა რომ გაგიცანდა რა ეს რა პონტია ეს რა ხოდა ლენინი ხარ თუ რა ჩემს ტიპიაში ვარ ხა სამსალია ამისთვის ეს ველაპარაკე მეთქი რა ისე თავ რაღაცა ვესაუბრებ და ეს აგდებს ბიჭო ეს რა პონჩი შვები მინდა მოვიშორდ ნუ თქვენ ასე მობილურ სოფა კაი მიღება ასე. ამდენი ხანია არ ყოფნივარ და თურმე როგორ მომნატრებია. აი ესე იყო, აი. როგორ აი აქ მაქვს ღამეები ნათენები და ველოდებოდი ხოლმე აი იქეთ სადარბაზოდან როდის გამოვიდოდა. აი ეს არის ჩემი სახლი, სადაც ცხოვრობ უკვე მე-13 წელია. ჩემი კომპიუტერს შეწირული გაზი ნაბძოლია და ეხლა ფოკუსი მას მინიმაკეტზე გავს. აი ეს არის ჩემი ფანჯარა, რომელსაც ვეძახი ფანჯარას ევროპაში. ვისაც ცალმხრივი სიყვარული არ გამოუცდია, ის ვერასოდეს ვერ დააფასებს ორმხრივ სიყვარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაუფრთხილდით მონაპოვარს, გაუფრთხილდით შვილებს, გაუფრთხილდით მეუღლებს, რომლებიც ყავთ გვერდით და ძალიან გიყვარდეთ ისინი, იმიტომ რომ გავათ რო წლები შემდეგ ამ გადადგმულობის, როცა ასაკში შეხვალთ, ცხოვრება დაგანახებთ, ამაზე ძალიან ინანებთ მერწმუნეთ, იმიტომ რომ მე ვიცი რას ნიშნავს სიყვარული და ბედნიერება. ეს აღმოვაჩინე და ეს აღმომაჩენინა ცალმხრივმა სიყვარულმა და მანდამაინც თუ განსაცდელი არ დადგა ცხოვრებაში ისე ხომ უნდა მიხვდე ადამიანმა რომ სიყვარულს უნდა გაუფრთხილდე მაქსიმალურად. ბრავო. ძალიან ბევრი კარგი ლექსი ვიცი სიყვარულზე, მაგრამ
ბევრი ვეძებე და გამახსენდა ერთი ძალიან პატარა ლამაზი ლექსი, რომელიც ეკუთვნის სასიქადულო ქართველ პოეტს მირზა გელოვანს. მოგეხსენებათ ის კავკასიონის მთებში ფაშისტებთან ბრძოლაში მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა და თავის შეყვარებულს ნელი ჭყონიას ფრონტიდან უგზავნიდა ლექსებს და ერთ-ერთი ასეთი დაწერილი ლექსი მინდა წაგიკითხოთ და წავუკითხო პროფილის ძვირფას აუდიტორიას. არც ერთ ქალს არ მიუძღვნით? რო წავიკითხავ. ის მიხვდება. მიხვდება. დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემსგავსდნენ ატეხილი მთები. მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათ mnoხელით, ახალაც მინდა შენი ნახვა, ახალაც მენატრები. ძლიერია ჩემი გრძნობა როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვითეს თოვლი წმინდა, მენატრება შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. ბრავო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მხიარულ ფრაზებსა და გამონათქვამებს აგროვებდა და შემდეგ ეს ყველაფერი სცენაზე ცოცხლდებოდა. მას სატირის დიდოსტატი დაარქვეს. გთხოვთ მივესალმოთ თენგიზ ჩანტლაძის მეუღლე, ქალბატონი ზაირა. აღამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. ურმესი მადლობა დაბრძანდით შესაძლოა. დიდი მადლობა. ზაირა, პრინციპში იუმორი, აი იმ გაგებით, რომელთაც ესმის ახლა ჩვენს ტელემაყურებლებს სატელევიზიო თვალსაზრისით, თქვენი მეუღლის ახლას უკავშირდება პირველი ტელესკეჩები, პირველი იუმორისტული დადგმები, სწორედ თენგიზ ჩანტლაძის ახლას უკავშირდება. მეკითხები, რატომ ხულიგნო ჩვენ? ნამდვილად ოპერის სტილ შვაღამელზე და მღერია. შვაღამელზე მღერი ხარ. ოპერის სტილ. თუ შნაგად შედი ოპერაში იმღერ. რომელ ხმას ამბობ? კილო კამერაში მოგათარში. რამდენი წლის? 22 მე არ ცხენია ბიჭო. 22 წლის კაცი შენ, არ ცხენია? ბიჭო მე რომ 22 წლის ვიყავი, არ ცხენია ბიჭო? დაგამაკიმრე ხომ ჩაქსაგე ხო? დაგარი? ურწაიღო. მოწმეთ ხარ მოყანი? Ჭირდება მოწედავეთ. ამ ჭირდება მომწევ უშენოდ გავარჩევ დაქსაკი. მას მასალოდ. მეორე. ვინ გეკითხებოდა მე? თავისთვის მე რა პირველს მოწმე რა გინდა რა რატომ ზევადი ხო? ვინ გეკითხებოდა მე? რამდენი წლის? 22. მე 22 წელი რა უშენ გაყუდებია ახლა. ზევარი. გეგენაო ბატონ. ასმეროთქოს არა დანაშე დაიწყო პირველმა აპა მეორე რა გინდა დავაი. რა გვარი? არა მოიცადე რამდენი წლის ხარ? 22. ვიკუბატოიდა ხوارდა ყველა 22 წლის რა ხარდა? შენ ყველას მაგივრას შენ დაგაპატიმრეთ ახლა. რა გვარი? არასდროს. როგორ მოგწამ გავგებრებათ იმედა. მოდია. არა დანაშე ვიჯო. ქართული სიმღერა ოხერია. პირველმა და მეორემ ბანი რომ არ ჩაითრიონ არაფერი არ შეიძლება. Candidat შენი დუხი არ ნახო და მეორე თიმჭი მესამე თიმჭი დაგაპატიმრე მეოთხედ. მისეს ბულგერის ბიჭი. რამდენი წელს გავიდა? 18. აკაცი, 18 ახალგაზრდა. იფიქრა რომ უფროსმა მეგობრებმა დაიდეს და ამან არ დაია, იმიტომ ხომ და მიაცილოს სახში. აი წესიერი კაცი. ხიზელი ხარ ხო? მე არ ვარ ხიზელი. ოდნავ ნაცვანი ხარ? მე არ ვარ ნაცვანი. აბა ფოკუსნიკი ხო არ გავი ხიზელი არ ხარ? და აბა რა ხარ შე? მე მთვალი ვარ. არაფერი გესწობა რა მენაღლება იქ მთვალი. მუგალეთია. როგორი ხარ? სარაჯიშვილი. რატომ ხულიგნობ სარაჯიშვილი? არა გეკითხები ეს 18 წლის სარაჯიშვილი რატომ აკუჭე 22 წლის ბავშვებს? არა გეკითხები რატომ ხულიგნობ აცლავე დაგაპატიმრებ ამ თუჩ? ამ თუჩ დაგაპატიმრებ ხორჩან. ამას უყურებ დამდგარ ხარ და ხალი ხარ. შვაღანეს. ხალი ხარ შენ. მე ამ გავოდი მე მღერო. დაუჭი ახლა კი არ მღეროდი ბღავოდი. ნუ დაგიჭირო ახლა თქოში დაგიჭირო. ჩან გეროდი შენ. აბატა ბიჭო გურიც კაია მღერო და პირველს.
გეგენა მომღეროდა მეორე. და რა შეიძლება მღეროდა მესამეს ქართული სიმღერა სამხმიანია ვინ მღაოდა? არა გიპასუხე შენ მომღაოდი. ეხლა ჩაქსვა მამპიკ. დაგიჭერ. გამ ეხლა ჯერ. ერთი იმიტომ არ დაგიჭერ რომ 18 წლის ხარ შენ და კაცი უნდა გამოხვიდე და უნდა ისაო. მეორე იმიტომ არ დაგიჭერ რომ სიმართლეს რომ ლაპარაკობ ამიტომ არ დაგიჭერ. მესამე იმიტომ არ დაგიჭერ რომ ეთყობა მეგობარი გიყავს. ამიტომ არ დაგიჭერ. ამქერა უკვე სამჯერ არ დაგიჭირ. და მეოთხე იმიტომ არ დაგიჭერ. საქმე მე რომ სარაჯიშვილი დავიჭირე ოპერის წინ სიმღერის გულისხმობ. როგორ შეხვდით ერთმანეთს? სხვათა შორის ამ თვეში გახდა 59 წელი. 5 მარტს გავიცანით თენგიზი. სად გაიცანით? დამირეკა თანაკურსელმა და მითხრა რომ თენგიზ შანტლაზე შემხვდაო და აქვსო რაღაცა ისეთი ძალიან კარგი პროგრამა, ну ფილარმონიასთან არსებული მინიატურები. მაშინ უკვე ცნობილი იყო? საკმაოდ პოპულარული იყო თენგიზი. მე ვიცნობდი მხოლოდ ეკრანიდან. პლეხანოვის გამზირზე ერთი პონქტიდან მოვტასაობდი. მოწვილი შაბაკაზე 7-ია, სტრატკაზე მაგვიანდა. მოიწვიდეთ, ვერაფერი გავიგე. პლეხანოვის გამზირზე დასაკეთებდით, ბრალდებული ამბობს რომ ის მობრძანდებოდა პლეხანოვის გამზირზე ნადიმიდან და ხედა რიჟა ბაკას, ესე იგი თავის ოქროს საათს, რომელიც 7 საათს ამცნობდა, აგვიანდებოდა პაემანზე. და მოხდა ეს 5 მარტს შევიკრიბეთ თანაკურსელები რამოდენიმე, ვინც არ იყო იმ წუთში თეატრში დაკავებული. წავიკითხეთ პროგრამა, ძალიან მომეწონა. იმიტომ ითამაშა აბსოლუტურად ყველა როლი, აბსოლუტურად ყველა და ძალიან მოვიხიბლე, მაგრამ მე პროგრამაზე ძალიან თენგიზი მომეწონა. გულახდილად ვამ. წამოვედით ფეხით, მე მაშინ აღმაშენებლის გამზირზე იქ შეროზიას ქუჩაზე ვცხოვრობდი. ჭავჭავაძიდან წამოვედით მთელი ვაკე გამოვიარეთ ფეხით, გამოვიარეთ ხიდი, რა ვიცი მთელი გზა. ფეხით მიხვედით სახლამდე? მიმაცილა სახლამდე ფეხით, ну ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. მოვყევით ბევრი რაღაცა, ну თეატრზე რა თქმა უნდა ძირითადად საუბარი. და ну ხო უნდა დავშორდეთ არა ეზოსთან ახლა როდემდე ვიდგებოდით იქ და განმიცხადა რომ დღეიდან პომადას არ წაისვა. პირველი შეხვედრის შემდეგ? დიახ. მსახიობმა კაცმა? დიახ. და ჩემდა სამარცხინოთ ახლა არ ვიცი, უნდა ვთქვა რომ მაშინ სიგარეტს ვეწეოდი და იქ ახლა გავიბრანჭე და გავაბოლეთ. ხო. და სიგარეტსაც ახლა ძალიან მწვენია რომ ვეწეოდი, მაგრამ ნუ ასე იყო. და არ მოწევა. გადავირიე უცებად. რას ქვია სიგარეტი არ უნდა მოვწიო. პომადა ამეკრძალა და რაღა დარჩა თქო ახლა. და რა უპასუხეთ? არაფერი, მაგრამ შევასრულე ორივე. მართლა? კი. და პირველი შეხვედრის შემდეგ კაცმა რო ეს გითხრათ, რაღაცა ანტი არ გქონდათ მის მიმართ? არა. აი რატომღაც აი დავემორჩილე და მერე სულ ამბობდა ხოლმე ზაირაო, ჩემთვისო არისო მონაპოვარიო. მონაპოვარი, ანუ ზოლი, მონაცარი და პოვარი. ამიტომ დებო მომეცით ეს სასმისი ჩამოგართვა და ჩემს მონაპოვარს გადავწე. ვლიდე რომ ძალიან ჯიუტი და დაუმორჩილებელი ვიყავი და აი ისეთი უნდა გახდეო მთლიანად როგორიც მე მინდაო და მერეო და ასე 5 წელი მალოდინა, მაგრამ იცით რა სულ ერთად ვიყავით. არ იყო რთული ასეთ დიდ ადამიანთან ერთად ცხოვრება და მისთვის კარგი ზრდის შექმნა? არა, რთული იყო ძალიან და პარტნიორობაც ძალიან რთული იყო. სულ იმპროვიზაციაზე იყო დამყარებული. აი ცნობილ სკეჩებზე როგორ მუშაობდა? სულ ერთნაირ, როგორ? იცით ზოგჯერ გამეღვიძებოდა ზოგჯერ, ახლა შეიძლება ახლა რაღაცებს არ უნდა ვყვებოდე, მაგრამ ვითომ მგონია რომ იმასაც ძინავს ამ დროს აი სულ რაღაცებს ფიქრობდა სულ მიმიკებით ჟესტიკულაცია სულ რაღაცას ქმნიდა
ვილაპარაკო ცოლის პოზიციიდან. იმიტომ სანამ მე ცოლი გავხდებოდი, 5 წელი მოუნდი ამას, ამ ლოდინს. და მანამდე მე ყველა ამპლუაში გავიარე მასთან ურთიერთობა. ძირითადად რა იყო, იცი, ძირითადად მეგობრები ვიყავით. და ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთი. საერთოდ ჩემთვის დიასახლისია, საქართველოსთვის დამსახურებული მსახიობია. ჩემთვის დამსახურებული ცოლია, დამსახურებული ცოლს მესაც სახალხო ქმარი ხავს, ეს უკვე დიდია. თენგო იყო ჩემთვის აი პატარა ბავშვიც, აი მე მას უვლიდი, ისევე დექი გვერდში, როგორც დედა, მეგობარი, ну აი ყველა ამპლუაში ვიყავი მის გვერდით აბსოლუტურად და ის მართალი იყო. რომ ამბობდა მონაპოვარია. შეხვეჭი დარეჯან, ხალი ქონითა ფასებს მასში. აი შენ ხალი. შენ გემრიელი ხარ? აი შენ ხალი. მა ჩემი რძალი ელისაბედი ხალია? დღეში რო დააბა, გელი არ შაჭა. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ძალიან. აბსოლუტურად დაუხარჯავი წავიდა ამ ქვეყნიდან. იმიტომ იყო მართლა დაუხარჯავი და ძალიან ისეთი მრავალწახნაგოვანი პიროვნება იყო. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? 23 გახდება მალე. და როგორი იყო ეს 23 წელი თქვენთვის? იყო და არის, ეს არის კოშმარი. სკოლის. არა, ნუ თენგიზობა ეს საშინელება წარმოუდგენელია. მე მარტო ნუ ძირითადად თენგიზი დავკარგე, ხო? მაგრამ მე ხომ მთელი ჩემი ცხოვრება დავკარგე. მე ხომ დავასრულე მასთან ერთად. თქვენ სახლში სულ თქვენი მეუღლის სურათები აქვს. სადაც არის კედელი, ყველა მხრიდან მიყურებს თენგიზს. მე აი ესეთ დიალოგებიც მაქვს. თენგიზს ხმამაღლაც, მარტო გულში კი არა. ხმამაღლაც ვესაუბრები, საყვედურობ კიდევაც. რა საყვედურობ? ასე რომ დაგტოვებს. ბრავო. კი არ მიყვარდა. რაც დრო გადის, მე უფრო მიყვარს თენგიზი. კალეიდოსკოპში რომ ბავშვობაშიც რომ მქონდა ხოლმე სათამაშოდ ეგრე თვალებში ერთი ფერი და ორი არ ქონდა. ძალიან ბევრი ფერები ქონდა თვალებში. ახლოს ჩახედა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა იმისთვის რომ მოგვეცით საშუალება რომ ამ თვალებში ჩაგვეხედა და თუნდაც ერთი უმნიშვნელო ფერი წაგვეკითხა ჩვენ და ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოდით, სულ ცოტა ხნით შევისვენოთ. რეკლამის შემდეგ პროფილს თქვენთვის სიურპრიზი აქვს. წელია ისინი ერთად აღარ შეკრებილა. მაშასე პირველად პროფილში. წლების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი მართვე. ყველა თაობა თითქმის სრული შემადგენლობით ხალხს მიესალმოთ. აი ისინი. Delia, Delia, can I say
ზახილზე მოიდეს მიხა პაპაი ეგრე უთხარ გადაგივარცო იქ კოჩორი მირიღდება რაღაც უნდა აგერდები ჩოჩორი ჰე თუ შეუმელია მეც დავამთავრე შაირი შარაგრძელია დარაჩას მე ვერეგია მოვხუდა პირ მოუხსნელია არწივები ხართ არა? გთხოვთ დაბრძანდეთ ქალბატონო და ბატონებო და დაგვაბრუნეთ 30 წლით უკან თუ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის. ჰარალალო. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ. ხვალ იხსნება თქვენი ვარსკვლავი. ძალიან მიყვარს ეს ფრაზა. დავბრუნდეთ წარსულში. დავბრუნდეთ თქვენს ბავშვობაში. საერთოდ როგორ მოხდა რომ ამდენი ვარსკვლავი მღეროდა ვაშთა ვოკალურ ანსამბლ მართვეში ყველაზე პოპულარულ ბიჭუნათა ანსამბლში. მაია, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ ყველანი ერთად ვღეროდით ერთ დიდ ვარსკვლავურ ანსამბლში. ბრავო. რომელსაც ქვია მართვე. და ამ ანსამბლში ყველას არ შეეძლო მოხვედრა და ეს ჩანს კიდევაც 30 წელი გავიდა და ისევ შესანიშნავად მღერი ხართ. მე არ ვიცოდი რომ მიხოს ვიმონიშვილი მართვეში მღეროდა. როგორ მოხვდით? 5 წლის ვიყავი, როდესაც მივედი მართვეში. და დღეს ვიტყვი უკვე 29 წელია რაც მე ამ ანსამბლში ვარ ვამბობ დღეს რადგან ჩვენ ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ერთად ყოფნა, ერთად სიმღერა. მართლა? და დღეს რომ ათასობით ბიჭი მღერის შეიძლება ითქვას საქართველოში, ეს არის მართვეს დამსახურება. შეიძლება გულისხმობთ. რას გულისხმობ და მართვედან დაიბადა უამრავი ანსამბლები, დღესაც ბიჭებს თავის ბავშვთა ანსამბლები ყავს და მე ვთვლი, რომ ქართული სიმღერის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა მართვეს არსებობამ და ჩვენმა მასწავლებელმა ანზორ ერქომაიშვილმა. როცა მიკროფონებს დაგიდგამეთ, ბევრი მიკროფონი იყო, არასოდეს მიკროფონში ისეთი არ იყო. და მომავალ სულას ხელები იყვნენ პატარები. ისე ბევრს ხასიათიც გამოყვა და სახეც რო შეხედავთ ახლა, უბრალოდ ასაკი მოემატათ, თორე ზოგს უკაც არ მომატებია, გონი ისევე რაც. ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყო ეს ალიკო. იმდენად კაი ხმა ქონდა და იმდენად საყვარელი იყო, რომ ვერ იმეტებდი, თორე ძალიან ცელქი იყო. შეხედეთ ახლა დააკვირდით, მარჯვენა ყური დაგრძელებული აქვს უფრო. ეს მაშინდელი ცელქების სიცარი. მიხოზე საინტერესო ისტორია მაქვს. მოვიდა ქალბატონი ნინო და მოიყვანა პატარა მიხო, ესეთ გაბუძგული თმები ქონდა მახსოვს. არაჩვეულებრივი რაღაც თვისებები ქონდა, კაცური ჯერ კიდევ პატარას და ხუმრობდით მე და რამინე ამიდა თუ გამოვა კაცი, მინისტრი მაინც გამოვა, რამინე ამბობდა და რასამოდი დრაფლა კაცი გამოვიდა. დათუნას მართლა არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემები ქონდა. ისეთი ლამაზი დისკანტი ქონდა, ისეთი ლამაზი ძალიან კარგი და
ერთ დღეს მოხდა ისე, წავედით ჰოლანდიაში, ბავშვებმა როგორ მოახერხეს არ ვიცი საჭამეს ნაყინი, გაცივდა სულ ყველა ხმა არცეც არა აქვს. ერთადერთი წესიერი კაცი აღმოჩნდა დათუნა, რომელსაც არ შეჭამა ნაყინი და მთელი კონცერტი მის იმაზე გადავიდა ხმაზე მარტო. სულიკო ნინუა სულ პატარა მოიყვანეს შოულებმა ესეთი აი ესეთ სიარული იცოდა ესე მოდიოდა რაღაც კაცურად ესეთ გამ ეხლაც ესე დადის ხო ეს არის მაიკო რო თქვი რომ არ დაუკარგავს მაგას თავიდანვე როგორიც იყო ესეთი ცოტა გაიზარდა და ახლა ბატონო არც მეტი არც ნაკლები მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტია ჩვენ ზურავ ნინოა მარტო სხვა განაწესი ქონდა ჩვეულებრივ ეს არ იყო სკოლის სასწავლო პროცესი და საერთოდ სხვა განაწესი ქონდა სხვანაირად ჩვენ კაცებად ვდიდით ამათ და ჩემ და სასიხარულოდ დღეს მე მიხარია რომ მართვეში აი ამდენი ბიჭები ათასობით ბიჭებმა გაიარა ჩვენ თვალწინ და ისინი არა მარტო მონღოლები არიან ცუდი არცეც არაფერი არ ჩაუდენ მე მართვეში ვიყავი 8 წლის მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების რომ სწორედ მართვეში მე მიყვანეს იმიტომ რომ მართვე ეს არ არის მხოლოდ ხალხური სიმღერის სწავლა ეს არის ასე ვთქვათ ის ვისწავლეთ ცხოვრება, ვისწავლეთ მეგობრობაც, მაკაცობა, ურთიერთობა და ყველაფერი და მე ბიჭებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას იმიტომ რომ ის წლები რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ ეს იყო მართლა საუკეთესო წლები ჩვენ ცხოვრებაში და დღეს ძალიან მიხარია რომ ისევ ერთად ვართ, ისევ მღერით და ალბათ კიდევ ვიმღერებთ. ხნიდან გაგიცანი ვისგან მოგეცეს ვაინანი ნავდა ჩემი თაობის მაყურებელი ალბათ შესანიშნავად ხდება რატომ გაცვიათ ეს შესამოსელი. ეს არის ის პერანგები, რომელიც ეცვა ანსამბლ მართვეს წლების წინ. ოღონდ ეხლა გაცილებით დიდი ზომა გაცვიათ ვიდრე მაშინ. წელი 109 ირაკლი ჩოლობაშვილი. ხოდა სანა ვიპოვე. ხსოვე გულზე გახატიათ ორი პატარა მართვე, რომელიც ღერის, აი ნოტიც არის. გაიზარდა. ხოლო თუ რატომ შეირჩა ეს სახელი? ამაზე თქვენ უნდა გვიპასუხოთ პარცემულ ანსხლ. ერლების უმრავლესობა მოითხოვდა მართვეს. ესე იგი, მოგეხსენებათ, რომ მართვე აწვის ბარტყებს ნიშნავს თავისთავად და აქედან გამომდინარე ერთხმად თქვეს ბავშვებმაც, მშობლებმაც და ჩვენმა ხელმძღვანელებმაც ქალაქის მხატვრული აღზრდის სახლიდან, რომ ანსამბლს დარქვეოდა მართვე. ერთადერთი გოგონა ყავდათ ანსამბლში. მე გკითხავთ და არ ვიცით თუ არა ამაზე პასუხი, რატომ ერთადერთი? რატომ ამშვენებდა ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი პატარა ქალი? დანარჩენები ზიურში მღეროდნენ და. როდესაც იქნებოდა მართვე და ანზორ ერქომაიშვილი და რამინ მიქაბერიძე ქმნიდა პროგრამას, იყო ესეთი მოგეხსენებათ საქართველოს ყველა კუთხის სიმღერა უნდა შესრულებულიყო და კრიმანჭულის შემსრულებლად მომიწვიეს მართვეში და დავრჩი ასე ბოლომდე. გოგონას მღეროდით, ხო? კი, სანგალა და გოგონას. წამიღირინეთ რა. დაიწყება ვალერ. სანგალა და გოგონა. Go,
ერთი ისტორია მაქვს გაგონილი, რომ ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს მოუგეთ ფეხბურთში. ჩვენ ვიყავით გერმანიაში გასტროლზე და იქ სადაც ხამეს ვათებდით ჩვენ იმ დაწესებულებაში, იმ სასტუმროში კიდევ იყო ინგლისელების სპორტსმენთა ახალ ჩვენ მეახლოებით ჩვენი ასაკის იყო და იყო ესეთი შემოთავაზება რომ ფეხბურთი ხო არ გვეთამაშა. აჰა. ჩვენ გუნდში კარგად გქონდა ეგ საქმე დაყენებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. რამდენით რამდენი მოვიდა? 6-1 მოვიდა. 6-1 ინგლისის ნაკრებს მოვიდა. ბრავო! Gabarali, esta mezi baki mini ades mazarali. Aisha sorti sigurali, di kashmita twalali. Kudu zakhi jogole, sharika do arami. Arami do sharika. Sharika do sharika. Arami do sharika. Sharika do sharika. Sharika do sharika. Sharika do sharika. Sharika do sharika. ჩალში მიერდება თუ ორნი ხართ თუ როგორ არის? აი, ყობები ვართ. თქვენ როგორ მოხდით იქ? 1500 ბავშვი იყო თავიდან მიყვანილი მათში და შემდგომ მოხდა გადარჩევა და შევასვათ იქ რაღაც გარკვეული სიმღერა შევასვათ. დიახ, ერთად ვიმღერეთ. და სხვათა შორის პირველი მომენტი იყო რომ ორ ხმაში შევასრულეთ. აბა? ყობება. ხო გინდა იმღერე. რანიაში გამოგზარდებო შოჩარა ჩარა 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 ჩაბირამაჩა ვიდმაისის ბულბული აბოშო ჩარა 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 ჩაბირამაჩა ერთხელ ჩიტო ახლა მაინც მითარ ვისიხარ გალიაში ვიზიხარ ერთხელ ჩიტო ახლა მაინც მითარ ვისიხარ გალიაში ვიზიხარ მიიღებდნენ აბა რასი დამდნენ ძალიან დიდი მადლობა იაპონიაში როცა ვიყავით მოგზაურობაში 99 წელი იყო ხო პირველად წაგვიყვანეს გამოფენაზე, სადაც იყო იაპონიის უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევები დავათვალიერეთ. იყო ერთი რობოტი, თავისთვის დადიოდა, რომელსაც რასაც ეტყოდი, იმას იმეორებდა. ქვევრის პრინციპზე იყო გაკეთებული. რო ეტყოდი გამარჯობა, ისიც გეუბნებოდა გამარჯობას. ოღონდ იაპონელი რობოტი იყო. ხო, ოღონდ ქართულად ლაპარაკობდა. თუ გინდა ჩეხურად გეთქვა, ჩეხურადაც გეთქვა. მე დავსდევთ რობოტს. დავსდევთ რობოტს, მაგრამ ეს რობოტი არ მოგვეწონა, იმიტომ რომ ყველაფერს ქართულს იმეორებდა და ნუ ჩვენ გვეწყინა. სხვა შორის გიორგი უშიკიშვილმა უმღერა კიდევაც ურმული თუ არ ვწდები და ურმულიც გაიმეორდა. რობოტმა. ამ რობოტს რაღაცა უნდა მოუხერხოთ. შენ ხარ ვენახი გაუშალეთ სამხმაში და ნუ ის ვეღარ იმღერა ნაპერწკლები გაყარა. აი რობოტების კი ვერები არის. სამხმო და 90 წელს ვიყავით ჰოლანდიაში. და მაშინ არ ეხა ჩვენთან უცხოური გადაცემები არ იყო, ესტრადის ნომრები რაღაც საესტრადო სიმღერების ახალი თუ იყო მიმდევრობა რაღაც გვიან შემოდიოდა და ჩვენამ მოვლენა სანამ ის ჩამოვიდოდა აქამდე ჩვენამდე და ვლაპარაკობთ ლამბადაზე. აღმოჩნდით კონცერტზე ჰოლანდიის ერთ-ერთ ტელევიზიით გამოვდივართ ჩვენ და შენი ცეკვე? არა, ცოტა დამაკლდა. მერე? და ხედავთ რომ ვიღაც ლამბადას ცეკვავს? ხო, იქ კულისებში რა ხდებოდა უნდა გენახათ. რამდენი წლისები იყავით? ხო, ნუ, გარდა ტეხის ასაკში. ცოტა მე უფრო ცოტა დიდი ვიყავი. გამიმართლა თუ არ თუ პირიქით არ ვიცი რომელი ჯობი და ეხლა მე უნდა გითხოთ რა იგრძენი? რა ვიგზენ და ის რო დამთავრდა, ლამბადა რო დამთავრდა, ჩვენ მღეროდით სისატურას. წარმოიდგინეთ როგორ ვიმღერეთ განშტანგებულება. ბრავო. გიორგი უშიკიშვილი არ გვესწრება. თქვენ თქვით რომ ძალიან ბევრი ხალხური სიმღერის ანსამბლი შეიქმნა უკვე მართვეს წევრების მიერ და ეს არის ძალიან საამარო. აი ეს ყველაზე სტაჟიორი მართველი არის ისა რომ მე დავდიოდი ახმეტიდან
მაშინ რომ მოვედი მართვეში. მაშინ ბატონი ანზორი ერქომაიშვილი იყო იქ და მთხოვა რომ მითხრა რომ რა სიმღერებოდა. მაშინ თუ გახსოვთ დედაჩემმა ავედით მაღლა ფორტეპიანოსთან ფორტეპიანოები და ჩაპრულოს მისამღერი ვიმღერეთ, ხო და აი მაშინ ჩავირიცხე მართვეში და სადღაც მე 2 კვირის განმავლობაში აღმოჩნდი უკვე იაპონიაში. ხო და მე ჩოლოყაშვილი არის ესეთი ეს გაფუჭებული კაცია ეს კახელი და პონერების სამართალი მოკლიანად ყავს ტოკიოში რო წავედი ესეც იქ იყო ხო და ის ქონა წამოღებული ეს რაღაცა სურათები იყო ბუკლეტები თბილისის ხედები და იქ იაპონელ ბავშვებთან ერთად ათვალიერებდაო თბილისო ჩემზე იცინოდა ტოკიოში ვაჩვენე ეს არის ფილარმონიაო ეს არის ოპერის თეატრი აეროპორტთან წერეთლის დიდი სულ არის მეტი ის ქონა რა ნახი და აი მის მე უკაკეთ ტოკიოდანვე ჩამოვედი და რომ დავხდე ჩემები და პირდაპირ ახმედაში რო წავედი მე ყველა მასხის ამბავში მაჯუ გავხდი ეს იყო ძალიან დიდი ოჯახი რომელმაც მე პირდაპირ ძალიან ბევრი რამ მოუცა და ის ხალხი რომელიც ახლა იმ მართვეში მღეროდა ხო დღეს ჩვენ აი ხან ერთმანეთს არ შევხვდებით ხან არ შევხვდებით ზოგი იქ მუშაობს ზოგი აქ მუშაობს ერთმანეთს ვადგებით ეს ძალიან მიხარია რომ ის არის ძალიან დიდი ოჯახი რომელმაც შექმნა ძალიან დიდი ისტორია. არის სიმღერა, რომელიც თავის დროზე თქვენ სავიზიტო ბარათად იქცა. ძალიან ლამაზი სიმღერა. თუ შეიძლება მიამბოთ მისი ისტორია და მე თუ მაყურებელს წარსულში ვაბრუნებთ, ბარემ ბოლომდე გადავინაცვლოთ 30 წლით უკან და გვიმღერეთ ის თუ შეიძლება. ეს სიმღერა ეკუთვნის ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და სპეციალურად დაიწერა ფილმისთვის 7 პატარა ნოველა პირველ სიყვარულზე ძალიან პოპულარული ფილმი იყო ეხლა უკვე პატარა თაობამ ნაკლებად იცის დასაწყისშიც მართვე ვღერი ვარ ლილოთი ვიწყებ და ლილეოთი და ფინალშიც ამ სიმღერას ვღერ მართლაც ლამაზი სიმღერაა იხილავს მაყურებელი და რა ვიცი აქედან წამოვიდა მე სუფრაზე ვღეროდით მე ნელა და ძალიან სიმბოლური სიტყვები აქვს. ძალიან, ნუ სიყვარულზეა, დღევანდელ დღეზეა, წასულებზეც არის, ცხოვრებაზეა პრინციპში. და იმაზე რომ ბავშვობა არ მთავრდება. რა თქმა უნდა. და ის ყოველთვის შენს გორდითან თუ ის გულთან ახლოს გექნება, როგორც თქვენ. და ყოველთვის თკვილ მოგონებებთან არის დაკავშირებული, ძალიან კარგი. მაშინ თკვილ მოგონებებს გაუმარჯოს და გვიმღერე.
ისტორია გრძელდება. თქვენთან შესახვედრად უკვე მართვეს ახალი თაობა მოვიდა და ვთქვათ მივესალმოთ. პროფილის გულშემატკივარს, საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ქართველებს. გვინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრათ პროფილის გვერდში დგომისთვის. მრავალჟამია. ხუჩაბათი.